ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობისას ვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. 20 და 21 ივნის ფილარმონიაში გაიმართება ძალზე საინტერესო კონცერტები, სადაც სცენაზე გიმასპინძლებთ ათასობით მაყურებლისთვის საყვარელი ანსამბლი ქართული ხმები, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. საღამომშვიდობისას შემოძმებოდა მეგობრებო. მიუხედავად ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობისა, პირველად ხართ ჩემთან სტუდიაში და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ შოუში. ცალ-ცალკე კი ხართ გამყოფილი, მაგრამ ქართული ხმების ეგივე. თანაც მიზეზი მართლაც ისეთი გვაქვს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ სულ მალე 20-21 ივნის როგორც უთხარი ჩვენს მაყურებელს თქვენი კონცერტი, რომელსაც აი როგორც ქართულ ხმებს შეშვენის ისეთი გულიანი, აი სახელწოდებაც აქვს, განზრახვაც სლოგანი რაც გაიხარდება, რომ ეძღვნებათ დიდ ბიჭებს და ვის ეძღვნებათ და რა კონცერტია, მოდი ამაზე მითხარით. მადლობა მოწვევისთვის, გია და მოხარულები ვართ, რომ მართლა ჩვენი ესე არასრული შემადგენლობით, მაგრამ მაინც ქართული ხმები ვიღებთ შენ გადაცემაში მონაწილეობას. რაც შეეხება ამ კონცერტს და ამ სახელწოდებას მიძღვნა დიდ ბიჭებს, ეს ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლის ხელშიც გავიზარდეთ მუსიკალურად და არა მარტო მუსიკალურად. ჩვენი ცხოვრების ერთი დიდი ეტაპი უკავშირდება აი ამ დიდ ადამიანებს, დიდ ბიჭებს. საიდანაც ვისწავლეთ სიმღერა, მოქალაქეობა, ბიჭობა, ადამიანობა, მოკლედ და ბევრი ესეთ ცხოვრებისეული ნიუანსი, რომელიც ყოველდღიურობაში გვადგება რა და იმ დიდ ბიჭებს გვინდა რომ მადლობა მოუხადოთ სცენიდან და რა თქმა უნდა. მოდი ჩამოვთვალოთ ეს დიდებული ხალხი. კი ბატონო, მაესტრო თემურ ქევხიშვილი უშუალოდ ვის გაზრდილებიც ვარ ანსამბლის თითქმის უმეტესობა, ანზორ ერქუმაიშვილი, რობერტ გოგოლაშვილი, დათო აბესაძე, ზაურ ბოლქვაძე, გურამ თამაზაშვილი, დათო გოგიაშვილი, გია ჭირაქაძე, გოგი დოლიძე და რა თქმა უნდა ეძღვნება ჩვენ ძმას და მეგობარს, ვისთანაც ერთად გავიზარდეთ და ვიცხოვრეთ, ზურაბ ბაკურაძეს. გაიხარეთ. აზრახვად შესანიშნავია და ახლა მოდი ვისვთხრათ მაყურებელს რა ელით კონკრეტულად რა დახვდება სცენაზე, იმიტომ რომ მე მხვდება თქვენი აი ცალკეული ფრაგმენტები სოციალურ ქსელში და ესეთი აი ძალიან კარგად გამოიყურება და ვიცი რომ მეც რომ აუცილებლად დავესწრები თქვენ კონცერტს მელოდება არაერთი სიახლე და ბადრი მოდი შემძანე. კი ბატონო, მოგახსენებთ, პირველ რიგში შეეძღვნება კიდე დავაფიქსირებ იმ გარდაცვლილ ადამიანებს, რომელმაც ჩვენში რაღაც წვლილი შეიტანეს და რაღაც გვაჩვენეს თუ როგორ უნდა გვესწავლა სიმღერა და ვის მიმართულებით უნდა წავსულიყავით მუსიკალურ ასპექტში. ესე იგი მაგალითად ვიტყვი ერთ-ერთი თქვათ ზაურ ბოლქვაძე. რაც სიმღერაც ყველაზე გემრიელად გამოსდიოდა, რა სიმღერაც უყვარდა. ეს სიმღერები გავაკეთეთ ჩვენებულად რა თქმა უნდა და გამოვიტანთ მის პატივსაცემად. ასევე ყველა იმ ადამიანების არ არის მაგალითად ერთი მიმართულება, მაგალითად მხოლოდ ქალაქური სიმღერები არ არის. გვაქვს შიგნით ხალხური სიმღერებიც შეტანილი და ჩემი აზრით მსმენელი მართლა აყვება ჩვენ ბევრ სიმღერაში, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი სიმღერები გამოგვაქვს, ახლებურად დამუშავებული, ჩვენებურად გაკეთებული, რაშიც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ქეთი გაბისიანს, რომელიც ძალიან დიდ შრომას დებს ჩვენ. მოვიკითხოთ ქეთი აკეთებდა და მართლა ეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა ქეთი გაბისიანი ამას როგორ გავართმევდით თავს, ნამდვილად ის უკვე რაღაც ჩიხში ვიყავით, იმიტომ რომ ყველა ის სიმღერა რომელიც ბადრიმ ახსენა და არ უხსენები უბრალოდ იგულის ხმა ხო იმიტომ რომ ამის ყველაფრის გაჟღერება არის ბევრი რაღაცა სურპრიზად გვინდა დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს თითოეულ იმ შესრულებულ სიმღერას უშუალოდ კავშირი ექნება იმ ადამიანთან ვისთანაც ჩვენ რაღაცა კავშირი გქონდა ეს მუსიკალური ცხოვრებისეული და ვინც იქნება ჩავნათვალში
და ვისთვისაც გვინდა რომ მადლობა გადაუხადოთ. აი უშუალოდ ან შესრულებული ექნება, ან ნამღერი, ან რაღაცა მოკლედ აი უშუალო კონტაქტი ექნება იმ სიმღერასთან. ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ანსამბლში და ეს უკავშირდება ჩვენს ძმას და მეგობარს გედი ჯინჭარაძეს, რომელიც სადაც კი არის და მას შესანიშნავი ანსამბლები აქვს გამოვლილი დიდგორი, რუსთავი და ყველგან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი და ახლა შევამბობ რომ დაგემატათ ამისთანა გადრი და კეთილი იყოს მისი მომზადება ქართულებში. ჩვენ დაარსების დღიდან გულშემატკივრობდა ისი შენ ჩვენი ყველა ის მუსიკალური ცხოვრების ეტაპი, რომელიც ჩვენ გავიარეთ და იცი რომ ეს ცვლილებები ხდებოდა ჩვენ ანსამბლში რა. და მე მინდა ვთქვა რომ აი იმ თან მით უმეტეს იმ დიდი დანაკლისის მე ზურას მე რას განვიცადეთ რა. პირველი რა თქმა უნდა ბადრიმ შემოიტანა რაღაც ახალი ცხოვრება და ახალი სიცოცხლის ნიშანწყალი და ძალიან გაგვაძლიერა როგორც მორალურად ასევე მუსიკალურადაც და ადამიანურად რა თქმა უნდა. და შემდეგ გედი დაემატა ჯინჭარაძე, რომელიც ახლა შენ კარგად იცი ჩვენი რეპერტუარი. ყოველთვის ვცდილობდით რომ ფოლკლორს ძირეულად და საფუძვლიანად გვინდოდა რომ ამ ყველაფრის პოპულარიზაცია და რა თქმა უნდა ქალაქური სიმღერას და დღეს უკვე აი წელში გამართულები შეიძლება ითქვას. ორივეს რომ მოიცავდეს, მაგრამ აგერ არის ჩემი გედი და თან ორი ამისთანა კლიმატური ერთ ანსამბლში ლევან ვეშაბიძე და გედი ჯინჭარაძე ეს არის რა გითხრა. უდიდესი ფუფუნება და მაგასაც წარმოგიდგენთ ჩვენს კონცერტზე. ქალაქურად რო ვთქვათ ვიბლატავებთ ახლა. რადგან დიდი ბიჭები ვახსენეთ, უამრავი ისტორია მათთან დაკავშირებული. ისინი საინტერესონი იყვნენ არა მარტო სცენაზე, სცენის მიღმა ცხოვრების წესით, როგორ იქცეოდნენ, როგორ მეგობრობდნენ, როგორ ხუმრობდნენ და მოდი, ჩემო კახა, შენ გაიხსენე, აი რამდენიმე ისტორია შენთვის საყვარელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ახლობელია. ნუ აი განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა მართლა ის სცენის მიღმა, იმიტომ რომ ძალიან უხაროდათ ჩვენი არსებობა, ჩვენი საწყისი ეტაპი და ყველაფერში გულშემატკივრობდნენ რა და ცდილობდნენ რომ აი თვითონ ახლა ჩვენ გვერიდებოდა რა და ახლა ჩვენ ხო ხდები შენ მაშინ ასაკობრივი ვარიანტია ამოცდილება ის ყველა ხო ნუ სხვარიდი და სხვა მიდგომები რა და პირიქით თვითონ ცდილობდნენ ხოლმე რომ გვერდიდან არ გვიშორებდა მე და გიგას ზაური კაბიძია რა ესე მოიხსენიებთ ყველგან ზაურ ბოლქაძეზე ლაპარაკი ამ არაჩვეულებრივ და უდიდეს მომღერალზე მართლა ძალიან უშუალო სადა მარტივი ადამიანი იყო და აი უბრალო რასაც ქვია რა და ისეთ გურული ზუსტი იუმორით რა იშვიათი იუმორით და დათო მისი ვაჟი დათო ნაბოლქაძე ჩემი მეგობარი ჩემი მეჯვარია და ჩემი ბიჭის ნათლია ჩემი ოჯახის ნათელ მირონი ვართ მოკლედ როგორც შენ ჩემო ძმაო მეორე ჩემი ქალიშვილის და ასე დათუნას და ზაურის ქონდათ ფანტასტიკური ურთიერთობა მამაშვილობა იშვიათი და თავის მეგობრობით და რაღაცაზე მოკლედ დათუნას რაღაცას შორიდან უხვევს რა მოკლედ ამიკო ახლა სადღაც უნდა რომ წაიყვანოს თუ რაღაც ეგეთ სიტუაცია მოკლედ და დათუნა შეუტრიალდა რა და მამაო კარგიო რა თუნდაო ამ ხელას შესავალიო რა და მამა იმის და ამ ხელას შესავალი რომ გამოსავალი არა ამაკი აი რა მარტივად ახლა რო არ ვალოდინოთ მაყურებელი 20 რიცხვამდე და 21 რიცხვამდე მოდი ერთი სიმღერა აქვე შეგვისრულეთ ქართულმა ხმებმა ორდაენ ლოტო ვია ერთი ნამცეცია კანგმირავი გულისავო ვინ რა იცის რაძნელია მარტოობა სულისავო მოდი 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 ჩემადანა ვინ რა იცის რაძნელია მარტოობა სულისავო მოდი 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 ჩემადანა Guardi te se verda te se guardi povever me se si bavaruli khove shegidam zvidada motove zadi chenagana me se si bavaruli khove shegidam zvidada motove zadi chenagana Via ertina matsetsia kangmiravი გულისავო ვინ რა იცის რაძნელია მარტოობა სულისავო მოდი 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 ჩემადანა ვინ რა იცის რაძნელია მარტოობა
დიდი მადლობა ქართულ ხმებს წარმატებები უსურვოთ მათ. პირბაზო მეგობრებო, ქართულ ხმებს კი დავემშვიდობე, მაგრამ მისი ერთ-ერთი სოლისტი, ჩემი უსაყვარლესი ძმა და მეგობარი კახა გრიგელაშვილი არ გამიშვია და თუ რატომ ამას ახლავე მოგახსენებ. ჩემო კახა, რატო არ გაგიშვი შენ მიუხედავად იმისა, რომ ჩქარობ ახლა ჩაწერაზე. ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომლის სიმღერა მე მოვისმინე და ძალიან მომეწონა, სოციალურ ქსელში შემხვდა ერთი ვიდეო, ისე აი სახლის, ასე ვთქვათ, პირობებში ნამღერი შინაურულად, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს ხოლმე ადამიანის ნიჭიერება. და იქვე კადრში აღმოგაჩინე შენ, მე დაგირეკე. გითხარი ვინ არის ეს ადამიანი და აი ვინ არის და ვინ უნდა შემოვიდეს სტუდიაში ორი სიტყვით თავად ბრძანე. დიდი მადლობა რაგია, რომ ესე ყურადღებით მოეყარი ამ ვიდეოს რა ზოგადად ჩვენ მეგობრობა გასაგებია, მაგრამ ამ ნიჭიერებასთან გვაქვს საქმე და ძალიან მიხარია, რომ ეს ბიჭი რა, ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელია, მის მშობლებს ვიცნობ და ნათესავებიც ვართ გარკვეულწილად. და ეს არის გიორგი კაპანაძე. მის ოჯახზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა, რომ ვანიკო ჩახნაშვილი დედის მხრიდან მამიკო ეს ქალაქელი კაცი, რომელიც სიმღერით და კარგი კაცობით რომლის არის გიორგი და ასევე დათო კაპანაძე, ვანიკო კაპანაძე მოგეხსენება ცნობილი ექიმია და კეთო ჩახნაშვილი, ჩემი ოჯახის ძალიან ახლობლები და ესე მოხდა რა მოკლედ რა, რომ ჩემთან ოჯახში გიორგი და ჩემი შვილები ძალიან მეგობრობენ თან კიდე, ჩვენი მეგობრობა და ნათესაობა გრძელდება მოკლედ. და ეს მთელი ძალიან ნიჭიერი ბავშვია, ბავშვობიდან ვიცნობ, დაბადებიდან შეიძლება ითქვას რა და სულ ახლოს იყო ამ ხელოვნებასთან, მღერო და ცოტა თეატრალური რაღაც უმესმოდა რა, თან გულშემატკივრობ, ისეთი მაღვალაკი ბავშვი იყო რა, ცერფიც და ოღონდ აი სიცოცხლის სავსე დღემდე და ღმერთო დიდხანს აცოცხლე, ჯანმრთელი და ბედნიერი და აკეთებინე ეს საქმე, ვისი გულისთვისაც მე და შენ ახლა აქ ვარ და ვლაპარაკობთ რა და ნატო გელაშვილის სიმღერას ვეპოტინებიო რა, ესე მითხრა რომ მინდა რომ აი რაღაც შემგემოზე რაღაცა მაქვს მისი ნამღერი რამოდენიმეჯერ მოსმენილი რა და თან ხო იცი თავდაპირველად ერიდებათ ხოლმე რა და მეთქი იმღერე რაღაცა და თან ნატოს გარეშე არ მინდაო რა რომ ეხა ეს ყველაფერი და ნატოსაც შეუთანხმდი რაც იმღერე იმის მერე იმიტომ რომ ისი არ შევაწუხებდი ნატოსაც ეხა რომ მოვისმინე მოკლედ მივხვდი რომ ეს ბიჭი ჯიგრიანად მღერის რა თავისებურად ქალაქურად ქართულად და გამართულად რა და შენც ალბათ მაგან მოგხიბლა, შემოგია თორე ყველა შენ გადაცემაში კაცი ვერ ნამდვილად და მოდი ამდენ საუბარს მის გარეშე ჯობია რომ შემოვიპატიჟოთ და ერთად ვისაუბროთ. ამოვნებით. გიორგი კაპანაძე მინდა მოვიწვიო ჩვენ შოუში. მოდი გიორგი. მოდი გენაცელი გაგდა. კეთილიყო შენ ეს. მადლობა. გიორგი მიხარია რომ გმასვიძებ შენ გენაცვალე ვინაიდან შენ პირველად გამოდიხარ არა მარტო ჩვენ შოუში არამედ სატელევიზიო სივრცეში მე მინდა შემბრძანო თავად ორი სიტყვა შენ შესახებ და თავად გააცნო შენი თავის საზოგადოებას მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ პირველი ჩემი დებიუტი სატელევიზიო თქვენთან და თქვენ შოუში მაქვს ზუსტად და გენაცვალე ზოგადად ქართულ მუსიკასთან და ქართულ სიმღერასთან და კულტურასთან ახლოს ყოფი ადამიანებმა ყველა მიციან თქვენ შესახებ და თქვენი ღვაწლის შესახებ და ზოგადად ჩემი სიყვარული ქართული მუსიკის და ქართული ხელოვნებისადმი იწყება ზუსტად როგორც კახამ ახსენა ჩემი ოჯახიდან, ბებია ბაბუებიდან და იმ წლისგან და იმ გარემოსგან რომელშიც მე ვიზრდებოდი, ბევრი ანსამბლი, ბევრი სოლისტი ჩემ სახში, ჩვენთან აი ესეთ სიტუაციაში როცა მღეროდნენ და ესე ვთქვა თავიანთ თავს წარმოაჩენდნენ, მე სულ ცალიყური მათქენ მქონდა რაც არ უნდა ყოფილიყო და აი ამ სიყვარულს სიკეთეში ქართულ მუსიკაში და ქალაქურ მუსიკაში გავიზარდე და მეც როგორც სიძახიან ბაბუა ჩემი შვილი ვარ და ისიც ქალაქური ესეთი კოლორიტული კაცი იყო და მის კვალდაკვალ მის ნაბიჯებზე დავდივარ ასე რომ ვთქვა და მეც აი ეს სიყვარულით და პატივისცემით ვეკიდები ამ საქმეს და ესე მოვხვდი თქვენ შოუში. ერთმა ხელი მოგიმართო შენ გენაცვალე. თან მე როგორც ვიცი შენ პროფესიით კიდევ სხვა სფეროებთან ხარ დაკავშირებული, თან უცხოეთში სწავლობდი 4 წელი, ორი სიტყვით ამაზეც მინდა რომ ბრძანო. კი ბატონო, ბიზნესის მენეჯმენტი დავასრულე ახლა, სულ ახლა ხანს მარტში
ქონდა ცერემონია და ბუდაპეშტში ხო? ბუდაპეშტის აყრა, კი, ბუდაპეშტში ცხოვრობ 18 წლის ვიყავი, რო წავედი აქედან 4 წელი ვისწავლე იქ და ახლახან ჩამოვედი და ეს ვიდეოც გახდა პოპულარული კახასთან ისევ რაღაც აი ამ 4 წლის მერე აღვადგინე ესეთი ახლო ნაცსაური ურთიერთობა და აი ესე უცებ ეს ვიდეოც გამოჩნდა და მეც მოვედი თქვენთან შოუში. მოკლედ ეს იქაც არ გამიჩერებია არც ერთ ვარიანტში ქართული არც სიმღერა და არც სიყვარული საელჩოსთან ერთად იქ ქართულ რესტორნებთან ერთად ყოველთვის მე ჩართული ვიყავი ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში და მე თვითონ ვიყავი ორგანიზატორი თუ კონცერტი იქნებოდა თუ რაიმე ესე რომ ვთქვა ივენთი ჟარგონს ვიხმარ და ორგანიზატორიც მე ვიყავი და მომღერალიც. გებო გიორგი ეგორი დადგა ის დრო როდესაც შენი სიმღერა უნდა მოვასმენირო ჩვენი შოუს მაყურებელს და აბატონო მიკროფონს ახლა მოგიტანთ და ჰაბურდი და ჰამოედანი. გია ორი სიტყვამდე დავამატო მადლიერების ხაზი გრძელდება თქო წაღან ბიჭებთან ერთად თქვი და მადლობა მინდა გადაგიხადო შენ მამას შენს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალბედა მომღერლის აი ესეთი გზამკვლევი ხარ დამაკვალიანებელი და შემოგევლე შენ ამ საქმისთვის და აი ამ ძალიან დიდი მადლია შენი ოჯახის აი ესეთი ახალგაზრდების მე აქვე მინდა აღვნიშნო გულიკო გურგენიძე არაჩვეულებრივი ქალაქური მუსიკის შემსრულებელი უშუალო პედაგოგი იყო და მადლობა მას ოიფეროდ გავდა გულიკო საკედა ალბათონი გულიკო ეს როგორც ვახსენე წასული ვიყავი შიგადაშიგ ჩამოდიოდი და ბრუნდებოდი სამშობლოში და ზუსტად ამ დაბრუნების დროს ვახერხებდით მე და ქალბატონი გულიკო რომ შეკრებილი ყავით და მას რაღაცა ესწავლებინა თუ გაიზიარებინა ცოდნა როგორც უფროს მეგობარს და კოლეგას გაიზიარებინა ჩემთვის ის რაღაცა ქალაქური ელემენტები რომელიც მე ძალიან მიყვარს და მომწონს და მადლობა მას აბა ხო Sevdavale Verdavmale Kazafuma shemomisro Momepera Klavchem gulshi sevdis nasvat Sigaruli tzges Sevdav male Verdav male Verdav male Sheni sigaruli kamazamebs min dagit khrabaperi elas romogushides kazapuli sambedmier amashveni min dagit khrabaperi elas romogushides kazapuli sambedmier am shvedi eradres sevdavale Verdavmale Ver shevazeli დიდი მადლობა გიორგი კაპანაძე წარმატებები ვისურვოთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდაგანს.
ახლა ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ უძვირფასესი ადამიანები, რომელთა სტუმრობაც გამორჩეულად მიყვარს. ესენი არიან ჩვენი დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც დღეს საგანგებოდ ჩამობრძადნენ ქუთაისიდან. მათ თავიანთი ახალი, ულამაზესი ნამუშევრები ჩამოგვიტანეს, რომლებიც აქვე გამოფენილი გვაქვს ჩვენი შოუს სტუდიაში. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ისინი და პირველ რიგში მივესალმოთ ცნობილ და ამაგდარ ქალბატონს გულიზარ ჯავახაძეს. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. როგორ მიხარია გულიზარ დეიდა რომ ხედავ ყოველ ჯერზე როცა მაქვს საშუალება ნებავს აქვს ნებავს თქვენთან როგორ ჩვენ გვაქვს ხოლმე დაწესებული მისვლამოსული დამორთიერთობით და ეს ჩვენი მეგობრობა უკვე 10 წელიწადს ითვლის და როგორ მიხარია რომ თქვენი ეს შრომა და უანგარო თანადგომა აი ნიჭიერი ადამიანების მიმართებაში რომლებიც ქმნიან მართლაც ულამაზეს ნამუშევრებს აი ეს ყველაფერი გრძელდება და ღმერთმა არ მოშალოს ნამდვილად მოხარული ვართ ეს ბედნიერი საათი და წუთები არის ჩვენთვის იმიტომ რომ ეს მეგობრობა არის ჩვენთვის სტიმულის მომცემი. იცით რა მხელას ნიშნავს ეს რომ შენ ყავს მეგობარი, შვილობილი და მეგობარი. ასაკით განსხვავებული ვართ, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს თქვენი ბიჭების მიმართ ყველგან და რა ვიცი ამას ვამჟღავნებთ კიდეც და ბედნიერება, როდესაც ყავს ადამიანი, რომელსაც დაურეკავ და იქიდან თბილად გეტყვის როგორ ბრძანდები, როგორ ხო არაფერი გჭირდება. ეს ერთი სიტყვაც ძალიან დიდი სტიმული არის ჩვენთვის. ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ მე ასეთი ადამიანები მყავს. მცირედით ვარ ხა წარმოდგენილი, წარმოგიდგინოთ, მაგაცავით და ვიცით რომ ტელეეკრანთან არიან ყურადღებით მისხდარნი. მაკაიუბიძე როგორც ყოველთვის ისა მაკა ჩვენი ულამაზესი თამრიკო წულაია ძალიან დიდი სიამოვნებით უნდა და წამოსვლა, მაგრამ არ მოხდა სოფონ ნუცუბიძე, ისიც ხელოვანი გოგო არის, ძალიან კარგ რაღაცებს აკეთებს. ეს ამ ხელოვნებამ ეს ხალხი გადაარჩინა. ჩვენ თავიდან ეს არ ვიცოდით, არც ერთმა არ ვიცოდით. ყველა მერე ვისწავლეთ თანდათან და მეც სიამოვნებით. აი არაჩვეულებრივი თერაპია ეს და ასევე არაჩვეულებრივი თერაპია არის ჩვენთვის იუმორი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა მართალია ქუთაისლები ვართ და უნდა გქონდეს იუმორი. ახლა ქუთაისი მარტო ჭიჭიკეზე ბიჭიკეზე არ დგას. ნამდვილად, აზარეთ. ყველას ყველას გვაქვს თორე აქ ისმის ერთ-ერთი ქუთაისელის დღეს მთელი დღე იუმორი და გვაფხიზლებს ყველას და ეს არის რამაც იმ ხელა რაღაცები გადაგვატანია თვითონ მე ჩემი ისტორია იცით რომ შულპუდარი დედა ვარ და ძალიან მძიმე წუთები მაქვს გავლილი და ეს ადამიანები არიან აიცი რამ ხელა რაღაცა არის რომ შენ გინდა თავისუფლად სახლიდან ვერ გადიხარ ვერაფერს ვერ აკეთებ მაგრამ აკეთებ უზარმაზარ სილამაზეს და ამან გამოაფხიზლა ესენი რომ ცხოვრება აუცილებლად უნდა გააგრძელონ ეს არის ღმერთისგან ბოძებული ყოველ ღმერთი აძლევს ისე მაგრამ იმასაც გზასაც უძებნის რომ აი ამ გზით თავი დაიხსნა ამ ყველაფრიდან და აი ამ ხელოვნებამ ჩვენ გადაგვარჩინა მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ ესე იგი შარშანდელი თქვენი მოწვევა და გაკეთებული გამოფენა გაყიდვა იყო ჩვენთვის უზარმაზარი სიამოვნება ამდენი რამე ჩვენ არ გაგვიყეთით გენაცვალეთ და გაგიკვირდეთ შეიძლება მაგრამ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ყველა სალოცავები გვაქვს მოვლილი ვარძია არის ვანისქვაბებია ნიკორწმინდა არის თუ სად სვანეთში და ყველგან დავდივართ და ესე იგი გაგიკვირდებათ რა ესე გვირები არიან იცი ძღოლებსაც ისეც ვარჩევდით რომ გვეხმარებოდნენ და ამან თანდათან სტიმული მით ამათ ცხოვრებას და მე კიდე მომცა საშუალება იმისა რომ აი ერთი შვილი იქეთ მყავდა მაგრამ მოვფერებოდი უამრავ შვილობილს და ამით გამეგრძელებია ცხოვრება და მე ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარ რაღაცებს მოგიყვებით დიდი სიამოვნებით ბევრი რაღაცები გადაგხვდენია დასავლი რაღაცები რა ვიცი და ასეთ ხუმრობაში იმ დღესაც ნინიკო ხوار გააგრძელებ ხوار გესიამოვნება შეიძლება გაწასულები ნინიკო მოყოს და მე მოგესალმებით უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის თქვენთან მეგობრობა უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თვითონ თქვენგანს იუმორინას ბიჭებს ბატონ გიას და მინდა ერთი რამ გავიხსენოთ თქვენთან სტუმრობის შემდეგ რესტორნიდან რომ გამოვდიოდით ბატონი გია გვეუბნება რომ დარჩით ის პერიოდია 9 საათზე უკვე იკეტება რიკოთი და გადმოსვლა შეიძლება პანდემიის პერიოდია და ნუ ვიკლავთ თავს რომ დროზე უნდა წავიდეთ და მძღოლი აღმოჩნდა ისეთი რომ თბილისში ყოფილა პირველად საერთოდ აღმოსავლეთი არ ცოდნია
და გვეუბნება თქვენ სადაც მიმითითებთ წავალ იქეთო და მივედით რიკოთთან, რიკოთი დაკეტილია, პოლიცია გვეუბნება, რომ ხაშური იმითი საჩხერით შეგიძლიათ წახვიდეთო. და იქო დიდი ტრაფარეტიაო ბატონო და იმას წაიკითხავთო. მივიდა მძღოლი და ეუბნება, თუ შეიძლებაო ზუსტად გამარკვიოთო და მითხრათ რა როგორ არისო, კიდე უხსნის პოლიცია და ბოლოს ჩავედით საჩხერის მხარეს მივდივართ და აქო ტრაფარეტი არ არისო. მძღოლი იძახის და ავწდით და ბრუნდება უკან. რო დაგვინახა პოლიციელმა, კიდე აქ როგორ მოდით კაცო, როგორ ვერ მოგიშორეთო. გაგვიშვა მეორეჯერ. კიდევ ასე მოვედით ხაშურამდე. ახლა უკვე პოლიციელი ჭკუაზე აღარ არის და საერთოდ ვინახართ და საიდან ახართ. მესამეჯერ რომ მოვბრუნდით ხაშურში, კაცი აიჭრა და ეუბნება შენ თუ ძმაო იმხელა ტრაფარეთს ვერ ხედავ. მაშინ ეს ხალხი როგორ უნდა განდო? დილამდე ვიყოთ აქ და დილით საათნახევრით ადრე გაგიშვებ. ოღონდ ხელს რო ასე ვიზამ, მანამდე უკვე მანქანებიც მოსული იქნება. ეხლა რო ერთი ხარ, ძალიან ბევრი მანქანა იქნება და თქმა არ მჭირდებოდეს უკვე გადიო. გვიქნევს პოლიცია ხელს დრო რომ მოვიდა და მძღოლი არის ყველა. მძღოლის უკანა ვარ და ბატონო ზალი მეუბნები. რაშია საქმე? გვეუბნებიან რომ უკვე გავიდეთო. არა, მე ვერაფერს ვერ ვხედავ. არის ხეო. ხო და გაგიჟებული პოლიციელი მოვარდა და ნუ გამაგიშე კაცო. სანაკებო მძღოლის მიგჯებია. ჯერო ვერ მოგიშორეს საჩხერე ხაშურ შორის აქეთ-იქით დადიხარ და ახლა გზას კი თავისუფლებ და აღარ მიდიხარო. მე მოვითქვით სული თან ვიცინით რაღაცა ის და აწი აღარ დაგკარგავს თქო ვიფიქრეთ ჩავალ თქო თაისამდე თქო რას ჩახვა. გეგუჩი აირია კიდე. ახ ვარ დაბადებული და გაზრდილიო და გეგუთიდან ვეღარ გამოვდი. ზადა გზა ვიძახე. ეს იმიტომ დაგვემართა ბატონ გიას რო არ დაუჯერეთ. ბატონო ვერ დაგწოვეს. ვერაფრით, მაგრამ სამაგეროდ ხალისიერად გახსენდება ახლა. ისეთი მძიმე იყო. მე გეგაეუბნება მძღოლს. ბატონო ბიბლუსშიო შებძანდითო. რუკა იყიდეთო და არ მინდა რუკაო. თქვენო კიდეო ბევრჯერ წამიყვან წამომიყვანეთო და ამასობაში გზასაც ვისწავლი. არიქა, თქვენი მეძღობილა. თქვენამდე როგორ მოვედით, იცი? აი რო შემოვედით თბილისში და რომ მივხვდით რომ არ იცის არაფერი რომ სასველი მასწავლეთ ოღონდ. ბელიაშვილზე ხო? ბელიაშვილზე ხო ვიყავით და ხათუნას მითითებით საღლიდან სტუდენტი ყავდა, ვერ გამოდიოდა და ხათუნა. თქვენი გოგოსი ხო? ჩარტო ისა, მამაღალიმაზე ტელეფონი ჰქონდა და იქედან, მაგრამ მაინც кайხას გვაქვს, მაგრამ უპატიოსნესი კაცი. ესე იგი რაღაც საოცარი პიროვნება. მე ბოლოს ისე გადავიღალე უკვე და ნინოს გვერდით ვზივარ წინ და მე ვთხარ ცოტას თავს ჩამოგადებ გეხვერწები რა იქნება თქო და ესე იგი წამთვლიმა და გაჩერდა ვიგრძენია მე და ნინო სადვართო და ხაშურშიო და თან ვინაც გამოგვიგზავნა ის ალეკო დვალიშვილი მოვიკითხავ აქედან არაჩვეულებრივი პიროვნება ყოველთვის ისეთ კარგი ტრანსპორტს ყველაფერს გვეხმარება და სათხართ ახლა ქალბატონო გულდა მესამეჯერ უთხარი ხაშურში კაცი გაგიჟდა ფერ ისი როგორ დაგებართ ჩემთან იყო სტუმრად ერთი ენაკვიმატი კაცი და მოყვა ისტორია კახელ მამაშვილზე რომელიც ესეთი პურმარილიანი ხალხია და თურმე 31 დეკემბრიდან რო დაიწყეს ამათმა სუფრა და ძელდება მოკლედ ეს პურმარილა 1 იანვარია უკვე გამოფხიზნენ და ხოცი ადრიანად რო იშლება უკვე სუფრა რა 12 საათზე პირველი პარტია სტუმრებისა მოვიდნენ. ეს მამა შედარებით ასაკშია თურმე და თვითონ უძღება სუფრას მაგრამ 3-4 ჭიქის მერე მიეძინა. ამასობაში სტუმრების ეს პირველი პარტია წავიდა. ხო და დაახლოებით 3:30-ზე 3-ზე თურმე მეორე პარტია სტუმრები შემოემატა სუფრას და თვალი გაახილა მამამ და რა დღეაო შვილს უთხრა. ხო და 1 იანვარიაო. ხო, კარგი შვილო და გააგზავნა სუფრა. ახლა კიდე წავთვლი მე 3 ჭიქის მერე ცოტა რო შეიფხიზლა თავი რა დღეა უკითხა 1 იანვარიაო. ხო, კარგია. ერთი მეხუთეჯერ რო გაგზელდა იგივე ამასობაში ეს სტუმრების დრო იცვლება და რა დღეა და 1 იანვარია. პირველს ხო ვერ გავცდით თქოს ხო? ეს იყო პერიკაკური. იმით
მინდა ვისარგებლო შემთხვევით დღეს 14 ივნისია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დღე და თქვენთან ერთად ნება მივოდეთ ჩვენი შოუ სტუდიიდან აი ამ ადამიანებს სიკეთე, ბედნიერება, წინსვლა, ჯანმრთელობა და ყველა სანუკვარი მიზნის ასრულება უსურვოთ. ნამდვილად. ყველა. ალტო მელიკო, ჩვენ ძანე ჩემოდით ასე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენ, იმდენად მადლობელი რომ არ ვიცი დღე-დღე თქვენ ვფიქრობ. ასევე ქალბატონ გულიგარმა გაგვაცნო თქვენი თავი და სულ ბედნიერად და ჯანმრთელად იყავით, გაიხარეს და იმრავლეს და იბედნიერეს უკვე. თუ შეიძლება დიდი სიყვარულით უნდა გავაკეთო, ის დიდი სიყვარულით ვაკეთებდი, რომ მე და შეშორის ისეთი დედაშვილური ძაფი არის გამული, რომ მიიღე როგორც საკუთარი დედისგან. მიყვარხარ ძალიან და გეფერები და მინდა დიდი სიყვარულით გადმოგცე ეს ჩემი გაკეთებული წმინდა ნიკოლოზის ხატი შეგეციოს მადლი შენს ლამაზ გოგოებს ვით შეგიტა ყველას იმას დაგიტაროს ყველაფრისაგან დიდი მადლობა თქვენი წინა დიდი მადლობა აი აქ დავაბრძანოთ ცოტა ხნით უღრმესი მადლობა გულზადეიბა ახლა ჩვენი ბიჭები რო ვახსენეთ გია დავითიანი ხვიჩა მაღლაკელიძე და მერაბ სამყურაშვილი სწორედ მათ მოვიხმობ ჩვენი შოუ სტუდიაში ომდადის მეგობრებო. საოცარი სიხარულია ჩემთვის ქალბატონი გულიზარის და მისი მეგობრების უკვე მერამდენად აქ ხილვა. და საოცარ საქმეს აკეთებთ. ქალბატონო გულიზარ დეი და ჩემო გულიზარ, ასე ვიცი ჩვენ ტელეფონში მოფელებ ერთმეზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ სტუდიას ერთ-ერთი ნახატი დაამშვენებს. აი ახლა სულ ცოტა ხანში როგორც კი მოვჩებით გადაცემა. უღრმესი მადლობა რომ თქვენ არსებობთ. ვერაცაურებაში მადლობელი ვარ. ჩვენ ყულა სამნი არ შემოვლაგდით ეს პომპეზურად. ხო, მოგიბზადეთ გულიზარ დეი და სიმღერა ქუთაისს. ეხლა გულდა სული გიმღერა. ქუთაისო ჩემო დედულეთო gulisa guleda labisa momentos cisper shemovavle babtas nadris kheso shen gimgerebise giorgo bistreso tsa osnebe bitante ulitsa Avalilebit mohelitsa Ravinatro schwa Bze dagonati sivarulis bze Otsenebebit tebulit ერთადერთო ჩემო სიცოცხლე გული ისე ხალისობს და სიმღერას ითხოვს მას პინძელი ისეთი ყავს გვინის თასებს იხმობს მუდამ ბარაქიანო პურმარილის ქვეყანა შენი ხილვა ისე ვიღწე შენი ნახვა მეამა ქუთაისო შენს ჭადრებში ელავს ხივი უფლისო შენს გარეშე ცხოვრება უქეიფოთ მიდისო შენ ლაღიძის მუსახარდა პოეზიის აკვანი თეთრი ქვები და რიონი სხვა რა გინდა ამგვარი ოსმებებიდან თეულისა ავალიებით მოფენილი გზა Ravinatro schwa Ze dagonati sivarulis bze Otsnebebitan tebulit
ერთადერთო ჩემო სიცოცხლე ქუთაისო ჩემო დედულე დიდი მადლობა ჩემს ძმებსა და მეგობრებს, განსაკუთრებული მადლობა ჩემს გია დავითიანს თავისი ლამაზი ლექსისა ესე შესანიშნავად ჩაწვენისთვის ამ ჩვენიერ სიმღერაში და რა თქმა უნდა, უმთავრესი მადლობა ჩვენს შესანიშნავ სტუმრებს. უღრმესი მადლობა თქვენ. გაიხარეთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელებისა იმას. უზომოდ მიყვარხართ. ასევე ძალიან მიყვარხართ. პირველად ეს ლექსი გაჟღერდა სათაფლიაზე ღია რესტორანში ჩვენი კი ბატონო, პრემიერა ჩვენთან შედგა. მადლობა სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ სული და გული ყველა ჩვენს მეგობარს მივესალმები და მოვიკითხავთ ვირფასო მეგობრებო, დღეს ამით გემშვიდობები და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.